18 წლის დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი, რომელიც ლაპარაკობს სამართლებრივად მავალდებულებელ ადამიანის უფლებათა ცნებაზე და როგორც რაღაცა პირველი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილზე. აი წამოღებულიც მაქვს ჩვეულებრივად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. ანუ 7 პრინციპი იყო, რაც გაწერილი, რაზეც იდგა დამოუკიდებლობა ასე შემდეგ, ანუ იმ თავი ტექსტისგან როცა აცხადებს დამოუკიდებლობას და ერთ-ერთი იყო ეს ასე შემდეგ. ეს დებულება ერთი ყოველთვის მომყავს ადამიანის უფლების სწავლების დასაწყისში და მეორე იმ კამათისას, როცა გვეუბნებიან, რომ რაღაც ადამიანის უფლებები თავსმოხეული ცნება, რაღაცა დასავლური კულტურის საგანია და საქართველოსთვის ეს ბოლომდე მისაღები არ იყო და ასე შემდეგ. არა, პირიქით, რაღაცა ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობამ დაწერეს ეს ტექსტი და დაწერეს და დააფუძნეს ამით საქართველოს სახელმწიფო. 26 მაისს როცა ვზეიმობთ ჩვენ დამოუკიდებლობას, მარტო იმას კი არ ვზეიმობთ, რომ დამოუკიდებლები ვართ, ვზეიმობთ, რომ შევქმნით სახელმწიფო რაღაცნაირი, ხო? და იმ სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტი უნდა ყოფილიყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებს ცნობდა, აღიარებდა და იცავდა.